დღეს ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ მოწმეს ეხელმძღვანელა, ესარგებლა 14 წუთიანი რაღაც დაუდგენელი წარმომავლობის ვიდეო ჩანაწერით, რომელი ვიდეო ჩანაწერით თითქოს იყო იდენტური იმ ვიდეო ჩანაწერისა, რომელიც ბრალდების მხარემ გადასცა სასამართლოს და დაცვის მხარეს. და თქვენთვის ცნობილია და საზოგადოებისთვის, რომ ეს ვიდეო ჩანაწერი ფიზიკურად არ გაიხსნა, ხმოვანი ნაწილი მას ამ ვიდეო გამოსახულებას არ აქვს და შესაბამისად მისი შინაარსის დადგენა არის ობიექტურად წარმოუდგენელი და შეუძლებელი. იმის გამო, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებების სათანადო სტანდარტი და სასამართლოში წარმოუდგენელი მტკიცებულება, დაფიონის Facebook გვერდიდან აღებული ვიდეო მასალა ფიზიკურად არ იყო შინაარსობრივი და საქმესთან კავშირში მყოფი, ამის გამო ბრალდების მხარემ მოინდომა და სამწუხაროდ გამოვიდა, რომ წარმოადგენინა საქმის ძირითად გამომძიებელს ვიდეო მასალა, გაურკვეველი წარმომავლობის ვიდეო მასალა და ამ ვიდეო მასალის საქმეზე დამაგრება მოინდომა. Რა თქმა უნდა, დაცვის მხარის პოზიცია იყო აბსოლუტურად კატეგორიულად და ჩვენ ვითხოვდით, რომ ეს ვიდეო მასალა არ დართვდეს სისხლისამართლის საქმეს, რადგან 115 მუხლის დანაწესი ითვალისწინებს მოწმისთვის ჩვენების მიცემისას მისთვის საქმის გაადვილებას, რომ მან უფრო ცხლად და კარგად მოახერხოს საუბარი. და მან მისცეს სასამართლოს ჩვენება, მაგრამ მუხლის ეს დანაწესი და ამგვარი გაგება აბსოლუტურად ემსახურება სულ სხვა მიზანს. საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როგორც ამას ბრალდების მხარე ამბობს და უთითებს ზვიად ცეცხლაძის სისხლისამართლის საქმეში, თითქოს და ეს მტკიცებულება ადასტურებდა ზვიად ცეცხლაძის მხრიდან ორგანიზების გაწევას, მაშინ როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეო მასალა ფიზიკურად არ იყო რელევანტური და არ იყო თავისი შინაარსით ინფორმაციული, სხვა მეთოდით არასწორი და უკანონო მეთოდით შეძლო და წარმოადგინა ბრალდების მხარემ სასამართლოში. ამას შედეგად მოყვა, რა თქმა უნდა, პროტესტი ბრალდებულების მხრიდან, მათ დატოვეს პროტესტის ნიშნა დარბაზი და ბუნებრივია მათთან შეუთანხმებლად საქმისთვის მნიშვნელოვანი მოწმის ძირითადი გამომძიებლის დაკითხვისთვის მოსამზადებლად უჭირდებოდა დრო და დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ გადადებული იყოს ხომა არათუ დღევანდელი 30 ივლისის ხომა.